რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ენგურჰესი არის სწორედ ყველაზე დიდი ობიექტი, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს თითქმის მთლიან საქართველოს, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსაც, თუმცა გუშინ ღამით პირველი 10 წუთზე ელექტროენერგია მთელი საქართველოს მასშტაბით გაითიშა, თუმცა გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე სისტემური ავარია გახდა მიზეზი სწორედ ელექტროენერგიის გათიშვის. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმებას ვსადეთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, რომელიც არის პასუხისმგებელი მთელი საქართველოს მასშტაბით ენერგიის გავრცელებაზე, თუმცა გვეუბნებიან, რომ მიზეზებზე ამ დრომდე ცდილობენ გაარკვიონ, მათ გვიან ღამით ორი განცხადება გავრცელეს, სადაც ატყობინებდნენ მოსახლეობას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იყო გათიშული ელექტროენერგია. მეორე განცხადებაში ამბობდნენ, რომ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, თუმცა გამომწვევი მიზეზები არც ერთ განცხადებაში არ იყო. დღესაც ვსადეთ ინფორმაციის გადამოწმება და პასუხი იგივეა, მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა. ელექტროენერგიის გათიშვას მოჰყვა ასევე წყლის შეწყვეტა, მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდებოდა, ამ შემთხვევაშიც მიზეზი იყო სწორედ ელექტროენერგია, ის რომ სატუმბ ობიექტებს დენი არ მიეწოდებოდათ. ენგურჰესი გაითიშა? არ ვიცი. აბა რის გამოა ეს პრობლემა, ვერ არკვევთ? ეს დისპეჩერი ვარ, რატომ მივიდა? დირექტორი ხართ, ბატონო ლევან და თქვენ უნდა იცოდეთ, მთელი საქართველო გამორთულია. საქართველოს ჩაქრა მაინც და მაინც ენგურჰესის მიზეზი ჩაქრა. ანუ არ არის ენგურჰესი, მუშაობს? არ ვიცი, ახლა გავიგზავნა ამ წუთში და ვცდილობ გავარკვიო. მიზეზები ხომ არ დადგენილა და გარკვეულა. არა, მიზეზები ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, დრო სჭირდება. აი ენგურზე მოხდა რაიმე ეს წინასწარი ინფორმაცია რა გაქვს? არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, ეს დადგინდეს მიზეზი, ამას სჭირდება დრო. ოკუპირებულ აფხაზეთში ავრცელებენ ინფორმაციას. როგორც კი მიზეზი დადგინდება, ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მოხდა სისტემური ავარიაო. გადამოწმა უნდა ინფორმაცია თქვენთან. როგორც გვეუბნებიან, მიმდინარეობს მოკვლევა რა გახდა ელექტროენერგიის საყოველთაო გათიშვის მიზეზი. ამასთან დაკავშირებით არც საქართველოს მთავრობას არ გაუცელებია არც გუშინ და არც დღეს დილით არანაირი ინფორმაცია. ახლა როგორც გვეუბნებიან, სახელმწიფო ელექტროსისტემაში სწორედ იკვლევენ მიზეზებს, თუ რატომ გაითიშა დენი მთელი საქართველოს მასშტაბით.